განსხვავებული და დავლეყო. თქვენს შეასრულეთ ხოლმე აუცილებლად. ნაკუთრი წყალი დალიეთ დილაობაში. და სეფისკვერი აქედან წაიდეთ ხოლმე და ამიტომ გვაქვს ხოლმე ბევრი სეფისკვერი რომ წაიღოთ და სოციალურად დილაობით მიიღოთ ხოლმე. ძალიან დიდი ძალის პატარებელია და სიკეთის მოვკანია თქვენთვის. ამიტომ ფარისევლობა და ამარტოულობა რა არის? ეს არის თავის შენარჩუნება. უფალი ამბობს ეს სახარებაში რომ უარყავ თავი შენი და აღიღე ჯვარი და შემოვიდექი მე. თავისევლობა რა არის? ადამიანი ვისაც შეეცქებაო ჩემი სიტყვებისო, უფალი ამბობს რომ მეც რო შემწყვებაო ანგელოზების წინაშე და მეც უარყოფ მას. ადამიანი ამბობს და ფიქრობს ერთი მეუბნება. ისე რომ მამოწმული ადამიანია ყოველ შემთხვევაში ესეთური საკუთარ თავს. მეორე არ ველოქ ცხოვრებია და როგორც ცხოვრებია კიდე. მე უფალს ვარაუდს არ ვაყოფო. ხო ვაღიარებ უფალსო და უფალი გვამბობს რომ ის მე ვაღიარებს და მეც ვაღიარებ. მეოთხარი ბოლოს როგორ იქნება შენი ცხოვრება, როგორ დამთავრდება ეს საკითხია. რას უარყოფ და რა შეინარჩუნებ ეს საკითხია. ის მადლობა გვაქვს ამის შესაძლებლობა შევერაფერსაც ვერ შეინარჩუნებ. და მეორე აღიარება ქრისტეს საწუნების არ არის ის რომ ჩვენ აღიარებთ ქრისტეს. მისი საფლავობა აღიარება. ადამიანს ზოგიერთ სფეროა რომ ვიცი არის ადამიანმა ესედეს გამიკეთა და როგორ შეიძლება მე მას პასუხი არ მოთხოვო, სამაგიერო არ გადაუხადო, რაღაც არ უთხრა. სასწრაფოში მე დამცირდები, შევწყვები. და უფალი გეუბნება რომ მოიწმინდე, ეს სიცხიდა მოიწმინდო. ეს მიზა თუ ვერ მოიწმენ, შენ უარყოფ ქრისტეს საწუნებელს და ქრისტეს სწავლებას. ანუ ის რასაც ქრისტე მოუბრება და ჩვენ გრძნია და ვერ ვასრულებთ მას, ესა უარყოფა სწორედ. შეინარჩუნო თავი ნიშნავს იმას რომ ნახეთ რა ფიქრები და აზრები მომდის შენ თავში. ის რომ თავარია შენთვის რომ ღმერთს სათნო ეყო და არა ადამიანს თუ ადამიანს ეყო სათნო პირველ რიგში და მერე ღმერთს. ესე ჩვენ თუ გვინდა რომ ადამიანების წინაშე გამოვჩეთ კარგები და მერე რაც მოგჩება ღმერთს გადაუნაწილოთ, ამის ეს უარყოფა არის საწუნების. ირითი რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ რაც ღმერთისთვის არის მოსათნო ის გავაკეთოთ. ეს აღიარება საწუნებისა. აი ფარისეველი რო შედის ტაძარში ასაკეთებს. რომ მას იგი თავს იქებს. უნდა რომ ყველა აქებდეს, მაგრამ არავინ არ აქებს და ისევ თავის ქებას. მაგრამ ვერ მშვიდდება. კონსტრუქცია ეს არის. და ყველა სინაში ამბობ ჩამოთვლის, თან ხმამაღლა ჩამოთვლის. თავის დამსახურებებს, ჭალებში დამსახურებებს. ხმამაღლა ჩამოთვლის, მაგრამ არავინ არ აქცევს ყურადღებას. შინაგანაც ხოთავს. ამიტომ გადაწყვეტს წყლის ლანძღვაზე უკვე და ხელს იშლებს მეზვერეზე. თუ არ ვარ ესეთი როგორც მეზვერი არის. აი, ფარისეველი ადამიანის თვისებას, თვისი განზღვა და განკითხვა, დამცირებას თვისი. ამიტომ თუ ეს არ მოვიშალეთ, რა თქმა უნდა, ჩვენში საფრთხემაზე არ დაიმალებს და ჩვენ უარყოფელი ვიქნებით ჩვენი საწმუნებისა. არ ეს პირდაპირ იქნება მე არცო. კი ბატონო, შენ აღიარებ ბაგეებით, მაგრამ გულით შორს ხარ, ასამოს უფალი. თქვენი ბაგეები მაგიარეთ, მაგრამ თქვენი გული შორს არის შემდგარ. ეს არ უნდა მოხდეს, სწორედ. ჩვენი გულის მსგავსად ჩვენ ბაგეებს უნდა ეთანხმებოდეს. შინაგანი ჩვენი გულის მდგომარეობა ესეთ უნდა იყოს. თუ ეს არ იქნა, ეს სხვადასხვა იქნა, გულის მდგომარეობა სხვა და ბაგეები სხვა, რა თქმა უნდა ჩვენ ფარისევლები ვიქნებით და უარყოფელი ჩვენი საწმუნებისა. ამიტომ სწორედ ამაშია ჩვენი ძალა, რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ისე გავაკეთოთ, როგორც ამას უფალი გვიბრძანებს და უფალი გვეუბნება. და ნუ არ ვიცით რომ ერთფერ აიწოდები ამბობს. ეს რომ იცოდეს ადამიანმა, რომ სხვისი დამცირება და გულის საფრთხის სიტყვა როგორია თითოეული ჩვენგანისთვის, ყველანი დიდი სიამოვნებით დაიწყებს ამას. ეს არის ოქროს გვირგვინი ჩვენთვის დაწმული. თუ ვითქმით და თუ არ ვითქმით, ამ ოქროს გვირგვინზე ვამოთუას. მე როგორ სიტყვები ყველა ისე გვერდსეული საბჭოთა სიამოვნებს უფრო მეტი დავიუყებოთ. ეს ფიზგან არის იცოდეთ. ამიტომ არის ძალიან დიდი დანაშაული მოუთმენლობა. იმიტომ რომ რას ხდება ჩვენ ცხოვრებაში ღვთით არის. თუ მოვითმეთ გადავშევით და თუ ვერ მოვითმეთ, ვინა რას ამბობს უფალი სახარებაში. ბოლომდე დამხილი გადარჩება. დავითმეთ გადავშევით. ვერ დავითმეთ და ვიქნებით უარყოფელი ქრისტეს საწმუნების. ვერთა დალოცებული და თქვენთან ერთად მამა. ჩვენთან არის. არსაოს. ეხლა დავიწყებთ ზიარების პროცესს და ბოლომდე პირდაპირ სეთის კურთხევას.
ხო, ვისაც აბსოლუტურად თვითონ ამ ჯვარს ემთხვევი. ჯვარის თაბანის ემა არის, აქ აღარ გამთვლელი ხდება ჯვარს. აი, ჯვარი არის შუაში ამართული და მას ისიც თაბა. აბა, სამადლობელო